თემა მე-9. მქვია, მყავს ზმნები. სულიერი ობიექტი. ჩემი ოჯახი. მე ანა მქვია. შენ რა ქვია? მე ვარ ნინო. თქვენ ვინ ბრძანდებით? მე მქვია ალექსანდრე. თქვენ რა ქვიათ? მე მქვია დავითი. მე მყავს შვილი. მას ქვია გიორგი. შენ ძმა გყავს? რა ქვია შენს ძმას? კი, ძმა მყავს. მას ქვია ლაშა. ბატონ ზურაბს ჰყავს ცოლი, მაგრამ შვილი არ ჰყავს. ქალბატონ სალომეს ქმარი ჰყავს? კი, ქმარიც ჰყავს და 2 შვილიც. შენ ბაბუა გყავს? კი, ბაბუაც მყავს და ბებიაც. შენ მამიდა გყავს? არა, მამიდა არ მყავს, დეიდა მყავს. ბიძაჩემს ცოლი ჰყავს. ის ჩემი ბიცოლაა. მას ქვია ანეტა. ჩვენ 2 დეიდაშვილი და 3 მამიდაშვილი გვყავს. ჩემს მამიდაშვილს ცოლი და 1 შვილი ჰყავს. რა ქვია შენს ბიძაშვილს? ჩემს ბიძაშვილს ანანო ჰქვია. თამარის ოჯახი. თამარი ჩემი დეიდაშვილია. ის ძალიან ლამაზი გოგოა. თამარი 25 წლისაა. მას ჰყავს ქმარი და 1 შვილი. შვილს დემეტრე ჰქვია. დემეტრეს ჯერ არ ჰყავს და ძმა. ის ოჯახში 1 შვილია. ის დედის ერთაა. თამარის ქმარს თორნიკე ჰქვია. თამარს და თორნიკეს ჯერ ბინა არ აქვთ. ახლა ისინი თორნიკეს დედმამის სახლში არიან. თორნიკეს დედმამას დიდი სახლი აქვს. 2 სართულიანი. სახლში 8 ოთახია. თორნიკეს ჰყავს დედა, მამა, ბებია, ბაბუა და 2 და. 1 უფროსი და 1 უმცროსი. უფროსი და გათხოვილია. მას ქმარი და 2 შვილი ჰყავს. უმცროსი და ჯერ არაა გათხოვილი. თორნიკეს ბევრი ნათესავი ჰყავს. 2 მამიდა, 1 დეიდა, 1 ბიძა. თორნიკეს ჰყავს მამიდაშვილები, დეიდაშვილები და ბიძაშვილები. თორნიკეს ოჯახი დიდია. მათ ხშირად ჰყავთ სტუმრები. გამარჯობა. დილამშვიდობისა. ეს ვინ არის? ეს ჩემი პატარა შვილია. მართლა? რა კარგი გოგოა. რამდენი შვილი გყავთ? 2 შვილი მყავს. ეს უმცროსია. უფროსი 10 წლისაა. დედმამა და დაძმა გყავთ? კი, დედმამა მყავს. ისინი თბილისში არიან? კი, დედმამა თბილისშია. დაძმა არ არის თბილისში. ისინი სად არიან? ჩემი და ლონდონშია. გათხოვილია? კი, გათხოვილია. ჰყავს ქმარი და 3 შვილი. ძმაც ლონდონშია? არა, ჩემი ძმა ბერლინშია. ცოლშვილი ჰყავს? კი, ისიც ცოლიანია და ჰყავს 2 შვილი. ძალიან კარგია. კარგად იყავით.